გადაცემა, რომელსაც თქვენ ახლა ნახავთ, საგურამოში მომზადეთ. მანქანათა სიმრავლით უნდა მივხვდეთ, თუ რამდენი ადამიანი იქნება დღეს კადრში. მათი უმეტესობა პროფესიით ეთნომუსიკოლოგი გახლავთ. ამიტომ გასაკვირი არ არის მათი კრიტიკული დამოკიდებულება რეპერტუარის შერჩევისას თუ შესრულების მანერის კუთხით. როგორც ისინი აცხადებენ, იმთავითვე მათი მისაბაძი ანსამბლები მთიები და ზეთამზე გახლდათ. მათ რეპერტუარს ძირითადად შეადგენს ქართველ ქალთა ტრადიციული სიმღერები და მათი უმეტესობა სკოლებსა თუ სტუდიებში ასწავლის ტრადიციულ მუსიკას და ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრას. თქვენ ახლა მოისმენთ და ნახავთ მესხურ საძეობო სიმღერას, რა თქმა უნდა, ფერხულის თანხლებით, რომელიც გვხვდება უძველეს ჩანაწერებში და ეს სწორედ ამ ჯგუფის მიერ მოძიებული და აღდგენილი გახლავთ.
ოჯახის წევრი ერთ-ერთი 64 გრიტებს. 64 გრიტები მოგესწრება ჩვენ რაღაც ბოლო დრომდე აქ გქონდა ერთი ადგილი, სადაც შევიკრიბებოდით და რეპეტიციას გავმართავდით და თანაც ჩვენი წევრები მრავალშვილიანი ოჯახებია და ამიტომ რომ ვისაც უფრო მცირეწლოვანი შვილი ყავდა სახლში, ვცდილობდით მასთან მიცულიყავით და მასთან ჩაგვეტარებინა რეპეტიცია, რომ მას არ ქონდა საშუალება, რომ გამოსულიყო სახლიდან და ასე რომ ხანსად ვიკრიბებოდით ხანსად და ვნებოდენ ახლა დღეს სადაც კრიალებთ. ანუ რომ ვიტყოდით რეპეტიცია გვაქვს დღეს და დღეს სადაც კრიალებთ. 64 გრიტები დღეს სადაც კრიალებთ. ექსპედიციებზე რომ ვთქვათ, დავდივართ ჩვენ ექსპედიციაში, თითქმის ყველა წევრი და რამე იცით განსაკუთრებული ხო არ გვაქვს, რაც შეიძლება თქვა თქვენი ჩაწერილია და თქვენი აჟღერებული. და დღეს უკვე სხვადასხვა ანსამბლები ასრულებს ამას. კი ბატონო, ჩვენი ანსამბლის მონაპოვრად ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის სიმღერები, რომელიც ჩვენმა ანსამბლმა ხელახალი სიცოცხლე შეისწინა. განსაკუთრებით აი ხა მესხური რეპერტუარი საკმაოდ მწირია როგორც მამაკაცთა და ქალთა მით უმეტეს და აი გვაქვს ჩვენ ეს ბედნიერება, რომ ჩვენი სტუდენტობის წლებში რამდენიმე წევრია ვიქტორია სამსონაძე, მაია გელაშვილი, ქეთი ბანცაძე, რომელიც ახლა ქუთაისში მოხვაწევს და იქიდან გვერდება ხოლმე კონცერტებისთვის, იყვნენ ზუსტად სოფელ მუსხში, მესხეთში და იქ ჩაიწერეს ძალიან ბევრი ნიმუში. შეიძლება ახლა ვთქვათ რომელიმე? კი, აუცილებლად. ლაზარე თქვათ ხო? ვთქვათ ლაზარე. ლაზარე მოდგა კარებსაო, იღოროშებს თვალებსაო. ლაზარე მოდგა კარებსაო, იღოროშებს თვალებსაო. წვრილი აგორებულაო, წვიმაჩქარებულაო. წვრილი აგორებულაო, წვიმაჩქარებულაო. აღარ გვინდა წვიმაწყალი, ღმერთო მოგვემზისა თვალი. აღარ გვინდა წვიმაწყალი, ღმერთო მოგვემზისა თვალი. აღარ გვინდა ტალახიო, ღმერთო მოგვეგოროხიო. აღარ გვინდა ტალახიო, ღმერთო მოგვეგოროხიო. ახ ლაზარე, ლაზარეო, ცაზღრუბელი აიყარეო. ახ ლაზარე, ლაზარეო, ცაზღრუბელი აიყარეო. ნუ ტექსტიდან გასაგებია რომ ამინდის შესახებ არის და ჩვენ რამდენიმე გადაცემაში გვაქვს ჩაწერილი და იქ ამბობდნენ რომ იყო შემთხვევები როცა ამართლებდაო და თქვენ ხო არ იცით როცა ამას ვერიან თუ ყოფილიყო კი, ფესტივალზე იქ წვიმაში მოგვიხდა რიასისგან გამოსვლა და ლატველები უკან გვედნენ ქოუგებით, რომ მღეროდით და გადავწყვეტეთ ლაზარეს მღერა და გამეორებას სამჯერ გავიმეორეთ, აი ეს აღარ გვინდა ტალახი ღმერთო მოგვეგოროხი და აღარ გვინდა ცისნამი ღმერთო მოგვემზის თვალი და მზემ გამოანათა და გადაიღო და მერე ჩვენ კომენტარი გავაკეთეთ. ეს ჩვენ დამზადდა ლაზარესი. მერე გთხოვდნენ ხოლმე, წიმა თუ წამოვიდა და კიდე იმღერებო. და ინსტრუმენტები ან გოგოები რა ინსტრუმენტებზე ასრულებს ვითხრათ და ახლა რა შეგვიძლია რომ შევასრულოთ ჩვენს ხალხური ინსტრუმენტებზე ალბათ თითქმის კი, ყველა თანდური, ჩონგური, დაირა, ჩანგი, ჭუნირი და ახლა შეგვიძლია შემოთავაზოთ ხო, ერთი სახალისო სიმღერა, მეცხვარი სიმღერა, თუშური გარმონის დაახლოებით ამ შემთხვევაში. La
თქვენ ხართ ერთადერთი ალბათ ხო ყველაზე დიდი ოჯახი და ყველაზე ბევრი მრავალშვილიანი თქვენს ჯგუფშია. ვიც ყავს ყველაზე ბევრი? მაგარიანს და ანა ყელბერაშის რომელიც დღეს აი სწორედ რამდენი ბავშვია თქვენ გარშემო? 22. 22 გზაშია. ნანები რომ მოვისმინოთ, მე ვიცი რომ თქვენ ძალიან საინტერესო ნანებს ამბობთ და თან რომ თქვათ რომ ეს რომელი კუთხეებისა სად ითქმოდა და თქვენამდე როგორ მოაღწია, ანუ თქვენ სად ნახეთ ეს? ხო შეგისურვებთ უმარტივესი ასე ვთქვათ სამბგერიანი ნანიდან დაწყებული ძალიან ლამაზი და გამშვიდებული მელოდიით დამთავრებული მოხეული სვანური, წოვათუშური, აჭარული, ხევსურული, თიანური. მესხური. ნანე ქალასა სამგალაჩენილასა ციცო მართლა ციცო დაიძინე ციცუნიკო ნანილა ნანილა ნანაილა ნანი ნანი ნაი ნანაია ნანი სილეროდიაკ სილემოჩიაკ ნანი ნანი ნაი ნანაია ნანი დედე ნანილა შოქნინე ნანი ნანი ნაი ნანაია ნანი ნანა ნანო ნანო ქალასაო სამგალაჩენილასაო დრედებუგუნებენა ანგელოზე ბარწევენა რუროთაო ნანოთაო რუროთაო ნანოთაო ჰეია ნანა ქალასაო რუროთაო ნანოთაო ნანა ფისოა ნანა ბადრება ნანა თიე მადაღა ფისოლადა ჩვინღობათა ბადავილო ვაჰოვა ნანა თიე შარინ დედა ქრასტია ჩუთო ჰოჩვანქროხა ნანა ბადრედა ნანა შილო ნანა მატყალე ღმერთი ერთია ხანძვიმა ხანდარია სულ ყველას მოძულებული საწყალი ჩემი თავია ნინაი ნანი ნანი ნაი ნანი ნანი ნაი ნანი ნანი ნაი ნუ ტირინია ნინაი ნანი ნანი ნაი ნანი ნანი ნაი ნანი ნაი ნანასაო ნანი ნაი ნანასაო ნანა ნანი ნანას რომ გეტყვი გესმოდეს თანები ძირით გევსოდეს ნანები გაყვის ლამაზი თვალები
ჩორსა გამოგიდგება ქალები ნანები 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 ჩემი ოანეს ნანები არურუები მოდიან შენგენაც ვალე გადმოაგწილი და მოსვენებაო ნანინა ნანინა ნანაი დერის გამხარებელო შენგენაც ვალო